მოგესალმებით. ეს არხი გუჯოს გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ. მე მგონი სიზმარში ვარ, ხო? მოგესალმებით. ხო, მისალმება გაკეთა, მე ვიტყვი რას განვიხილავთ და რატო. დღეს ცოტათი განსხვავებული დღე გვაქვს. ჩემი შვილი აგერ შოკურ მდგომარეობაშია. ამ ავტომობილთან დაკავშირებით. სტაფილოსფეროს უბრალოდ განვიხილავთ. კი, სტაფილოსფეროს უბრალოდ განვიხილავთ. და ეს მანქანა აქტიურად არ დგას. რომელი? ეს. ეს ხო. არც ეს. არც ეს. ეს სუპრას აწყობა გადაწყდა იმიტომ მაშინ. ხო. რომ მინდოდა ესეთი სუპრა. მაგრამ მაშინ გამომცდელები ვიყავით. ხო ეგრე იყო. კი. და ჩვენიც ვერ ავაწყობთ ეგეთ სუპრას და გადავწყვიტეთ რომ ქარხნული სუპრა უნდა ყოფილიყო არც. და განხილვა არ გავაკეთეთ სპეციალურად. ხო. იმიტომ რომ მე მაშინ თქვი რომ თუ განხილვას გავაკეთებდით აუცილებლად საფილოსფერის სუპრათი უნდა გავუკეთებინა განხილვა. ეს კონკრეტული მოდელი არის U7000 უკვე და ძალიან მაგარი ფერია. მართლა. აგერ აი თქვენ თვითონ დარწმუნდით. კამერაში არ ჩანს. იმდენად მაგარი ფერი. ანუ ეს მოდელი არის Greenlight-ის წარმოების 1.53 მასშტაბი და იმდენად იშვიათი მოდელია, რომ ამის ფასი არის $100. Shipping-ის და წონის გარეშე. ეს კონკრეტული გამოდიოდა 2013 წლიდან და სადღაც 5 წელია უკვე აღარ იშოვება თუ მეტი არა. ალტაიაც უშვებს ამ მოდელებს, ფორსაჟის მოდელებს. ხო. და ისინიც ძვირები. ის ამაზე $50 იაფი ღირს. იმიტომ რომ ახალი გამოსული. მაგრამ რადგან ფორსაჟის მანქანა, იმისთვის ძვირი ხის. ეს ვაფშე კატასტროფა არის, არა? ანუ $100 ღირს შიპინგის და წონის გარეშე. აი ეს პატარა მანქანა. მაგრამ ძალიან მაგარია. ესეა ქვემოთ. ბრაიანის ლეგენდარული სუპრა. სუპრა რომლის გამოც ყველას სუპრა უყვარს და ოცნების მანქანა. და აქედან მოკითხვა ერთ ადამიანს ჩვენ ნაცნობს რომლის პოსტიც წავიკითხე და ზუსტად ეგ სიტყვები ეწერა რომ ის ფილმი რომ ნახეო ჩემი ოცნების მანქანა გახდა და შევისრულე. ედიტოზე იდახი? კი. თავარი დაგავიწყდა, არხი გამოიწერეთ. ხო, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. ვიდეოს დალაიქება და კომენტარება და გაზიარება. იმიტომ რომ აი ხო ვამბობ ხოლმე, მე თონაც არ ვიცი რა მანქანების განხილვა მომწევს. აი დაჯე დააკვირდი ნახე ამაზე. ეს ბოლტების ისინი ეთყობა, ეგრე უნდა იყოს. აი თუ გამოჩნდა კამერაში. იმედია კადრებში გამოჩნდება. მე ანუ ხო ვამბობ რა, ყველა ვიდეოში თითქმის მაგას ვამბობ, უკვე იმდენად იშვიათი მანქანების. ხო, არაფერი არ ეყიება. ხო, ნუ 1.50. ამას არაფერი არ ეყიება კაპოტის გარდა. ხო, ნუ კაპოტიც იმიტომ რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ეგრე. ხო. და ესეც მარცხენა რულიანი ავაწყეთ. კი. ხო, და რას ვამბობდი რომ ხო ვამბობ ხოლმე, ბევრჯერ მithქვია ვიდეოებში და ამ ბოლო დროს მით უმეტეს. და კიდე ერთხელ უნდა გავიმეორო რომ მე თვითონაც არ ვიცი რა მანქანების განხილვა მომწევს. აი იმ პიროვნებას ხო ვინც ეს მანქანა მოყვიდა, მართლა ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად, იმიტომ რომ ის პიროვნება რო არა, ამ მანქანას მე კაი ხანი ხელში ვერ ჩავიგდებ. შეიძლება ვერც გავამეკეთებინო ვიდეო. აჰა, ნამდვილად ეგრეა. ერთადერთი ამ მანქანას რაც აკლია, აი ხუფი რა ზემოდან. ნუ ეხა ეს ხო წარგა ვარიანტია და კი, კაბრიოლეტი. ლეგენდარული მანქანა. და რატომ არის აი ეს ამასთან ერთად. ჯო ეს და ეს ერთად რო არის. აუცილებლად ლეგენდარული სცენა და რა. ხო.
აი მაშინ ამასაც გავხსნი. ეს პროსტა ისა წვირი უნდა კონდეს რა წევილი რა. მაგასაც მოახერხებ, კაცო ავაწევინებ. არ უნდა. ხო, წვირაწეულს დავთ. რო არ დამავიწყდეს მე. ხო. ეს მანქანა და ეს მანქანა green lights აქვს ერთად კიდე. ხო. ცალკე ყუთი არის ერთად არის და ეს იმაში წვირაწეული დევს. აჰა. ეს არის ის არა ეკლიპს რო წააგებს ბრაიანი. ხო. ტორეტოსთან და ამას მოყვანს დაჯანგებს რა. დამწვარს. დამწვარი ჯართია რა. და ეს რა მომიტანებდა ჯერ შიგნით ჩაიხედე რა დებს. ხო. და ერთი საინტერესო ფაქტი მინდა რომ ვთქვა. მანქანა ხო სტაფილოსფერია. კი. და შენ იცი რომ კინოში ამბობენ რომ წითელია. დრო. არ ვიცი. ეგეთი უცნაურობა შევამჩნიე რა ფილმს. ეს ჯესი ამბობს ჯეტარო ყავს რა. ხო. რომ ის ხო აიტიშნიკია თუ ვიღაც როჟა არის რა. და ის იძახის რომ რედ წითელიაო რა. ეხლა ცოტა Toyota-ს ისტორია მოყვეთ. კონკრეტულად Supra-ს ისტორია. დავიწყო. გვერდე ჩავაჩუჩო. დავიწყო თუ დაიწყებს. გვერდე ჩავაჩუჩო და მიუყენო გვერდში. აუცილებლად. ეგორი ერთად. დავიწყო თუ დაიწყო. დაიწყე. Toyota-ს სპორტული მანქანების ისტორია იწყება 2000 GT-დან. Toyota 2000 GT, რომელიც არის რატომღაც Mustang-ის უკანა ფარებით. ხო. გავს. კი, მე რა მანქანა იყო? ჩელიკა? ჩელიკამდეც იყო რაღაცა. მე მგონი. აღარ მახსოვს. ხო, ნუ ყველაზე მაგარი იყო ამ ძველი სპორტული მანქანების მერე ჩელიკა. ხო. რომელიც ლეგენდარული მანქანა არის და Supra-მდე მოვიდნენ როგორ MK3 Supra. ხო. არის Celica Supra. ნო, ჩელიკა Supra. და მაგარი მანქანა იყო რა და მე რატომღაც გადაწყვიტეს რომ გამოიყოს Supra Celica-ს. ხო. Celica დარჩა ცალკე და გამოვიდა ცალკე Supra. აი ეს. და და არა ისმის რა ქვია. ეხლა რო არის. BMW. აი, პროსტო როგორ გააკეთეს. აი ეს გადაცვალეს იმაში. აი რა არიცი სხვათა შორის აი ხლა ამერიკულ მანქანებს ხო მაგათი პიკი იყო 60-იანი წლები ამათი 90-იანი და ამათი იყო 90-იანები და რატო წარმოიდგინე ეს Nissan-ი ხო Mazda-ც კი ხო ესა Honda ხო ეს 2000 ხო ისა Honda ისა ვიღოთ კიდე რა ქვია Mitsubishi Evolution-ი სერია რო დაიწყეს ხო მაგრამ ყველაზე მთავარი რა არის Nissan-მა ხო 94 ყველამ კარგად ვიცით რა შედევრი არის და 95 გააკეთა არანაკლები შედევრი ხო ანუ გაგრძელა ხო ანუ Skyline მოაშორა ხო სიტყვა Skyline-ი მოაშორა დატოვა GT-ერი სულ ახალი მანქანა გააკეთა ხო მაგრამ ის ძველი მანქანის მუღამი იყო და დღემდე არის ანუ იმ მანქანას გავს მაგრამ ახალი ვარიანტი ხო აი მაგრამ მე რაზე მწყდება იცი გული სილვიას რო არ აკეთებენ არ შეიძლება სილვიას გაბანძება არ შეიძლება ხო და არ უნდა გააბანდონ ეგეთი შედევრი უნდა გააკეთონ როგორ ძველი სილვია იყო აი სილვიას ეს 15 მონალიზას თუ დავთრებთ მაგაზე ვიდეო იქნება ხო და ვინც ვერ გაიგეთ მონალიზა რა არის ბავშვები უყურეთ ფორცას და მიხვდებით კი ბატონო ხო ეხლა მანქანაზე რა მინდა რომ ვთქვა ეს არის ყველა სპორტული მანქანის კვლელი მანქანა კი და სუპერკარებისაც ლამბორჯინების
ფერარების. აი, ორი JZ-ი ძრავი არის არანორმალურად კეთდება. კი, რესურსი აქ ძალიან დიდი. მაგაში გეთანხმები. აი, სუპრას რა, სუპრასო. მე მოსმენილი მაქვს, რომ აი ბეჰემოტის ცხვირიო დასთინოდნენ რომ რაღაც მოვიდოდა და დაადუღებდა იქა და ყველას აჩუმებდა. ორი JZ-ი ძრავი დღემდე ყველა სპორტულ მოვლენაში გამოიყენება. კი ბატონო. დრიფტი არის აი ყველას თითქმის ეგ ძრავი. ხო და მაგას ვიცახი რომ რესურსი აქვს დიდი. წარმოიდგინე სტოკი რამდენი აქვს? 300 რაღაცა. ხო. და ადიზვა 1000 ცხენი ძალავდა. 300 რაღაცა ხო აქვს. და ეხა მაგა რაღაცას ვიტყვი. 300 რაღაცა ხო აქვს. ეს ოფიციალურად. მაგრამ იაპონელებმა სინამდვილეში არ დაწერეს. რამდენი აქვს, იმიტომ რომ ის კანონი იყო რა რაღაცა. ხო, მაგა თავიანთი კანონები აქვს. ჯერ ერთი კანონი აქვს პირველ რიგში ის, რომ იაპონური ბაზრისთვის მანქანა რო გამოდის, სპიდომეტრზე 180-ზე მეტი არა აქვს. ხო და არ შეიძლება რა, სინამდვილეში რამდენი. მაგათი სტანდარტია, ეგა მაქსიმალური სიჩქარე 180. სინამდვილეში რამდენი ქონდა მაგ მანქანას. სუპრას რა. არავინ არ იცის, იმიტომ რომ გასაიდუმლოებული იყო, არ თქვეს რა, ბევრად მეტი ქონდა. კი. ხო და ერთ რაღაცა მინდა რომ გავიხსენო. ჩვენი წარსულიდან. ჩვენ ყავდა იაპონური ნისანი. ხო. ის ყავდა რა ვქო, ნისანი ყავდა და იმასაც არ ეწერა ცხენი რამდენი ქონდა. ხო, დაჟე მანქანას რო ვიფორმებდი, ხო? ხო. ძრავიც კი არ იცოდნენ, რომ 2-დან 0 ქონა ჩვენ მანქანას. იმიტომ რომ მონაცემთა ბაზაში არ იყო მითითებული 2-დან 0 ძრავი. იყო 1 და 4 ძრავით. სტანდარტული ვერსია. ხო, ეგეც რაღაცებს აკეთებდნენ ხოლმე იაპონიში. ხო. და თან ის მანქანა ქარხნულად ეგრე იყო აწყობილი. ქარხნულად ეგრე იყო აწყობილი, თან იყო ამერიკული ბაზრისთვის გაკეთებული. ამერიკული ვარიანტი იყო. მარცხენარული იყო. 4 ფარიანი იყო. ხო, 4-იანი იყო. 4 ფარიანი იყო. ნუ მოკლედ სხვანაირი იყო რა. ხო და ცხენის ძალებიც ხო ბოდიში გაწყვეტინებ, ცხენის ძალებიც ეწერა, რომ უნდა ქონოდა 130 თუ რაღაცა ცხენი. ხო, მეტი კი არა. და ჩვენ მანქანას გქონდა 210 ცხენი. ხო, მე მაშინ ვიყავი სადღაც 10 წლის ალბათ. ხო, შენ პატარა იყავი. პატარა ვიყავი, ხო, მაგრამ მახსოვს რომ მაგარი მანქანა იყო. მანქანა იყო, აი ნუ არ ვიცი რა. მახსოვს. ეგ მახსოვს. რამდენი ბყავს გაწარებული, რამდენი უკაცვლით ვაწარებდი. ხო, ზადნით რო ვასწრებდი. ხო და ეს მანქანები სუპრები რა 2000-იანების დასაწყისში შეგეძლოთ რომ გეყიდათ. იაფად. თან ძალიან იაფად. კი. ეხლა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში რო ნახოთ, ცუდ მდგომარეობაში როგორ აი რო დადის რა. და ცოტა ხელი შევლება რომ $130,000 გინდათ რა. არა, მაგდენი არა, მაგრამ ამის ფასი იწყება $75,000-დან. ხო, ეგეც და ადის $400,000. ხო. კარგად გაკეთებული 400,000. ხო. და კონკრეტულად ესე გაკეთებული მილიონამდე ადის. ეხლა ნახე. აი ეხლა მაგას. ეს მანქანები რო აწყეს. ხო. ერთი ინფორმაცია მნიშვნელოვანი. ეს სუპრა მოხდა შემთხვევით. ხო. ფორსაში. ესეთი მანქანა იყო. Mitsubishi 3000 GT. ხო. უნდა ყოფილიყო ის რაიანის მანქანა. მეორე მანქანა და რატომღაც ჩვენმა ძმამ კრეიგ ლიბერმანმა რომელიც ფორსაჟის მანქანების მრჩეველი იყო. ყველა ის ლეგენდარული მანქანა, რასაც ხედავთ და რა დიზაინსაც უყურებთ, მაგ ადამიანის დამსახურება გაკეთებულია. და თან აკეთებდა ამ ყველაფერს ფურცლებზე. ფურცლებზე წერდა და ხატავდა. და რატო ეხლა უნდა რაღაცები მოყვე, მაგარი რაღაცები. ხო და ეს რო ნახეს ის აღარ გვინდაო და ამის გადაღება გადაწყვეტეს. ჩვეულებრივ სუპრა გეძევს და შეგიძლიათ ნახოთ რა განსხვავება ეხლა. სუპრა კი ლამაზია ჩვეულებრივ, მაგრამ ისეთიც არ არის რომ ხალხი გადაიდიოს. ხო? და მე ბამპერები, ბუმექსის ბამპერები დაუყენეს, ცოტა გააწუნინგეს, 500 ცხენის ძალა ქონდა. ხო. და
გამოვიდა ეს დისკები შეუცვალეს იქ სალონი და რაღაცები და ეს მანქანა მერე გადაღების მერე წლების მერე ბარე ჯექსონის აუქციონზე გაიყიდა $550,000. ეხლა ნახე და ისაც ყავდა უბრალოდ ვინც იაფად წაიყვანა მაშინ. ხო. აუქციონზე რო ყიდიდნენ ვერ გადაწყვიტეს რამდენი დაედოთ ფასი და კითხეს ლიბერმანს რომ რამდენად გაიყიდება შენი აზრი და ზუსტად $550,000 თქვა. და მაგდენად გაიყიდა და ეხლა რა ხდება? იღებენ მეათე ფორსაჟის მეორე ნაწილს ერთი ნაწილი ხო ნახეთ. ხო. ეხლა მეორეს იღებენ და გადაწყვიტეს რატომღაც ძველი მანქანების დაბრუნება. ანუ ფორსაჟის ძველი ვაიბები უნდა დავაბრუნოთ რა. ანუ ეს მანქანა ეს ეკლიპსი, შავი სივრიკი, ძველი მაგარი მანქანები რა, რაც გვიყოს. კრიტიც დაიწყო რა. და წააწყდნენ ესეთ პრობლემას, რომ ყველა მანქანა გაყიდულია რაც ყავდათ და აღარ აყავთ. და ვისაც ყავს ეს მანქანები, აღარ აძლებენ. და მოუწიათ რომ ეხლა დგანან და ახალგაზრდა აწყობენ. აწყობენ ხო და სუპრას სუპრას რეპლიკები ის რეპლიკები რომელიც ყველაზე მიახლოვებული ამასთან სუორი ძალიან მსოფლიოში მაგის ეხლა ლიბერმანი ჩართულია მაგ საკითხში ხო სპეციალურად ჩავიდა უნივერსალში ხო და დარბიან რომ და ისა რა ქვია ძველი მონახაზები ხო არა გაქვს რამე ეგეთი პოდია და მეტიც არ მინდა რომ ეს მანქანა დაბრუნდეს და ბრაიანის პერსონაჟი გააბანწუნა შეიძლება და ლიბერმანმა ხო იცი რა ვარაუდი გამოთქვა აუ ეხლა ესეც სისულელე რო გააკეთო რომ ბრაიანის და ტორეტოს შვილი ორო შეაჯიბრონ ამ მანქანებით იმედია მაგას არიზავენ ხო ნუ მაგათ გაყოლაფერი მოსალოდზე ნუ ეხლა ვინდიზე რომ უკვე ფორსაჟი აღარ აქვს უკვე ქვია ინდური ფორსაჟი ხო რა არა რა ესე მაგარი პირველი სერიები არის ძალიან მაგარი ჯერ სათითაოდ დახოცეს თუ ყველა ეხლა ყველა ერთად დახოცეს და ყველა ცოცხლდება აი მეორე ნაწილი რო დაიდება მეათესი რო გამოვა რა აი როგორ უნდა გააგრძელო ნეგა საინტერესო ხო ნუ მაგას მომავალს გავიგებთ არა 26-ში ალბათ ხო და კაი ისტორია გამოვიდა რა კი ხო და რო არა ფორსაჟი სუპრა ეგეთი მაგარი და ეგეთი ძვირიანი მანქანა ვერ იქნებოდა ჩემი აზრით ხო სხვათა შორის მაგ ფილმის მერე გაითქვა სახელი სუპრამ რა ანუ არიცოდნენ ხალხმა არიცოდა მსოფლიომ არიცოდა რა მაგარი მანქანა აი ეს ჩვენ სწორედ თქვი მსოფლიომ არიცოდა თორე იაპონელებმა ძალიან კარგად იცოდნენ ამ მანქანის პასს ხო რა ეხლა просто იაპონიის საზღვრის გარეთ არ გადიოდა ისე მასიურად და ისეთი პოპულარიზაცია არ ღირდა ძვირი ხო როგორც რო ეხლა რო ყველა ანუ გიჟები ვითვართ ხო ერთი თალი რო გარაში უნდა გეყენოს ეგეთი თემაა რა ხო რა და ყველა რო შეძლებს და გვარად რო ყით თუ დაითრია ეშველა და იშოვა ესეთი მანქანა თავისებურად რო აწუნინგებს და ანავაროტებს და ასე მე რომ მყავდეს ზუსტად ესეც მეყოლები ხო ნუ ცოტა რთული საკითხია მაგრამ შეიძლება ფული არ არის იშოვება ამის პროსტა ძვირი ყიდს კი პროსტა ძვირი ყიდს და ძალიან ძვირი ხო არაფერი რა ფაქტიურად წინაშე თუ გინდა კაპოტი გინდა და უკანაში თუ გინდა არა ესენიც გინდა ხო აი ფთები ვიჭრუო უკან და ხო ეს მანქანა თუ გახსოვთ ფორსაჟი როგორ თავდება პირველი ბრაიანი ხო გასაღებს რომ ისწრებს პოლიციებია და ამ მანქანის გააპარეს ხო გასაღებს აძლევს და ეს ხო იმტრევა ის ამტრევს ხო 10 წამიანი შანსი ესეთ მდგომარეობაში უნდა იყოს არა ეს ხო ხო და green lights ეგეთი ის აქვს რა გამოშვებული ორივე ერთად დგას ერთ სტენდზე და მაგას წვირი აქვს აწეული ეგრე დგას და საქართველოში კიდე ეს მოდელები ბევრ კოლექციონერს არ აქვს მაქსიმუმ 3-4 წამი და ერთ-ერთი ჩემთან
კაი, მოკლედ დავამთავროთ აწი. ხო, არხის გამოწერა არ დაგავიწყდით. ვიდეოს დალაიქება, დაკომენტარება, გაზიარება, კომენტარები დაგვიწერეთ, მოგეწონათ რა ეს მანქანა, მე მგონია რომ ძალიან მოგეწონათ. და არ ვიცი შემდეგი ვიდეო რა იქნება, ოღონდ მართლა. კარგით, აბა, კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. Brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ack, now I gotta roll with ice. Cody's brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ack, now I gotta roll with ice. Ride or die, 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 ride or die. Cody's brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ack, now I gotta ride or die. Ha